ჩემი სალამი, ჩემო ძვირფასო გამომწერებო და არხის სტუმრებო. მაშა ასე თქვენ მოხდით ქურუმი ქალის ტაროზე, ასაკვირველია თეასთან ერთად და ძალიან დიდი სიამოვნებით გიღებთ კარს. ვინც არის ასე ვთქვათ, ჩემი მეგობარი, ჩემი გამომწერი, ასე შემდეგ და ვინც არ არის, ეხლა რასაკვირველია გაიცნობა ამ ყველაფერს. ეს არაჩვეულებრივი ლამაზი სანახაობა, რომელსაც მე ვთვლი, რომ ძალიან ლამაზია, თქვენ მოგიწყეთ და მორიგი გაშლით მოვედი თქვენს წინაშე, ჩემო ძვირფასებო. ალბათ გიკვეთ, რომ კარტები არ არის მოთავსებული, მაგრამ ის უცებ გაჩნდება ჰალეი ჰოპ, რასაკვირველია და მასობაში თქვენ დაუკვირდით აი ამ სამ ქვას, რომელიც წარდგენილია თქვენს წინაშე. დიახ, ესე იგი, დაწყობილია თანმიმდევრულად დიდი, პატარა და საშუალო და პატარა და ფერების მიხედვითაც. მოკლედ, ვისაც უნდა პირველი, მეორე, მესამე გაითვალოს, ვისაც უნდა ფერების მიხედვით, ვისაც უნდა ზომების მიხედვით, მოკლედ, კვირის ტაროლოგიური პროგნოზი, ვისაც უნდა საბოლოო ჯამში ისინი მომისმენენ. მოკლედ ასე. 15-დან 21 სექტემბრის ჩათვლით. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ მე ადრეც გითხარით, ეხლაც გავიმეორებთ, რომ ძველად ახალ წელს აღნიშნავდნენ, ასე ვთქვათ, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სექტემბრიდან ინდიქტიონი ქვიოდა, სხვათა შორის ამ დღესასწაულს და ბიზანტიური კალენდრის მიხედვით იქ ჩვენ თან მოკლედ ახალი წელი დგებოდა. რა კარგი რაღაცაა, რომ ისიც უნდა ვთქვა, რომ ებრაული ახალი წელი არის, როშ ჰაშანა ასე ქვია მას და ის ოქტომბერში დგება, დასაწყისში დგება, ან სექტემბრის ბოლოს დგება. მოკლედ ესე იგი ყველაფერი ახლის დაწყება მოსავლიდან, სოფლის მეურნეობის კულტურებიდან დაწყებული, ბევრი სხვა სიახლეებთან დაკავშირებულია. გარდა ამისა, ჩვენ 21-ში ვასრულებთ, ჩემო ძვირფასებო, ამ დაბნელების კორიდორს და მოდის და გაგვიცინებს ახალი მთვარე და ეს პერიოდი, რომელიც ახლა მოცემული გაქვთ, აუცილებლად ბევრი ადამიანისათვის შეიძლება იყოს მინიშნება იმისა, რომ კარგი არის სხვადასხვა რიტუალებისათვის და შესაბამისად ტაროს გასაშლელად ბნელი კორიდორი ასაკურველია პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა აღვიქვათ, მაგრამ ვიღაცებისათვის ეს შეიძლება სხვანაირი მინიშნების ტოლფას იყო. მაშ ასე ცოტა უცნაური ოთხკუთხედი კვადრატი, მოდი ასე ვთქვათ, ტაროთ ვიწყებ, რაიდერით ვიწყებ, რაიდერ პანორამა, სხვათა შორის ფლატ რაიდერი არ არის. მოგეხსენებათ ჩემი სწრაფები და ტოლოები და სიყვარულები ტაროსადმი, მისი უნიკალური ახალ-ახალი ვერსიების მოსაპოვებლად ყველაფერს ვაკეთებ, ეს ჩემთვის მარტო არ მინდა, მე თქვენთვისაც ჩემო ძვირფასო ადამიანებო და ასევე დავიხმარ აი ამ ორაკულს ინას სეგალისას. მოკლედ ასე, ჩაიფიქრეთ, ხო? კვირის პოზიციები როგორი გვექნება? არ უნდა ბევრი ვილაპარაკო, ბევრს გალაპარაკებთ, რომ პირადში მოხვალთ ჩემთან. ხო და დავიწყოთ, სანთელი ანთებულია, სხვა შორის რომ ვიცოდეთ. რა ვიცი, ვიღაცებმა არ გამაკრიტიკო, ისედაც კრიტიკები ხშირად მესმის, რაც ეს მახარებს ჩემო ძვირფასებო. დავიწყოთ. ვინც აირჩიეთ, მოდი ესე გავაკეთებ, რომ 78-ვე კარტი ხელთ მეპროს, ვით აირჩიეთ, აი პირველად ეს დიდი ქვა. დანარჩენები ისვენებენ, აბატონო, ეს იყოს თქვენი ნება. და შევცვალოთ ახლა რა, ხო შეიძლება რომ შევცვალოთ მიდგომები. დავიწყოთ პირველ ვერსიას ზოგადი როგორი ექნება, ეს კვირა 15-დან 21-ის ჩათვლით, ბნელი კორიდორის ესეთი კუდის მოქნება, მეორე მისი ჯანმრთელობა, შესაძლებლობების არეალი როგორი იქნება, ასევე გადმოხდა, არ ჩერდება, ხო და დავახტუნოთ ჩვენც აქ. მე მინდოდა მეთქვა პირადი ცხოვრება როგორი გექნება და ფინანსური მდგომარეობა როგორი გექნებათ, ასევე არც მეტი არც ნაკლები. თვით განკურნების ორაკული ესეთი არის, ქართულად რო გითხრათ, არც მეტი არც ნაკლები, როგორც რო გითხრათ, ეს არის ინას სეგალის. ნახოთ, რა თვით განკურნება, რა საკუთარი თავისადმი შველა გექნებათ, არ დამჭირს არც ერთი კარტი, თორე თქვენ თვალწინ გავშალე, რომ არ იყოს მე გავშალე. ქართულებები მაქვს ამ ლოების დარბილებასა და ლოების გამაგრებაზე, სხვათა შორის. არ ვიცი თქვენთან როგორ არის საქმე, მაგრამ მე რაღაც წიკის მაგვარი მემართება, როგორც სხვა რაღაცებთან მიმართებაში. აღარ ჩამოვთვლი, თქვენ არაფერს არ გაინტერესებთ. მოკლედ ეს ისე პროზაული გადახვევა სიტყვა მოიტანა. მაშ ასე ნახოთ რა მოგიხდებათ, რა განკურნავთ და
პირველი ვერსია, ვისო ბუთქუნა ქვა აერჩიეთ, ბატონო მოვიდეს თქვენთან. ჰალეი ჰოპ და თქვენს წინაშეა ვინ და რა. გამოწვევებში გვაქვს მეფე, რომელსაც აქვს არაჩვეულებრივი ემპათია, არაჩვეულებრივი სირბილე, არაჩვეულებრივი გზნობადობა, არაჩვეულებრივი არტისადმი ლტოლვა. არ ვიცი ეს ადამიანად მოდის თქვენ ცხოვრებაში თუ ეს იქნება უბრალოდ ის, რასაც თქვენი ხასიათი და მდგომარეობა გამოიწვევს, მაგრამ მე როცა დავამთავრებ ამ პირველი ვერსიისათვის დაახლოებით უკვე მეწოდინება. მოკლედ ასე გამოწვევებში გაქვთ რაღაც ისეთი კარგია თუ მამაკაცი უყურებს, აი როგორ დელფინები ხტიან, აგერ მშვენიერი დიდი კოშკი დაგთამაშებთ თან, მაიაკი, როგორც იტყოდნენ ხოლმე, აი ნახოთ ეხლა რა ხდება, როგორ შეძლებთ ამ ყველაფრის გამოწვევის შერბილება, გადასწარება. თქვენ ეს გამოწვევები გაქვთ და თქვენ გამოწვევებზე მეტი გინდათ რომ გააკეთოთ. რატომღაც მოგეჩვენებათ რომ ამ კვირაში რაღაცნაირად მეტი მოძრაობა და მეტი თქვენი აქტიურობა გამოიწვევს ზუსტად იმის მიღებას, რაც დაიმსახურეთ. მე ასე ვთვლი, ნუ ფორტუნას ბორბალი, მე ვიცით ხმარშერად რომ 80% მაინც ფორტუნა მირვის იქეთკენ, სადაც წარმატება, ნუ -20% არ გვინდოდეს, სადაც მიდის, ანუ წარუმატებლობა, მაგრამ მე ზუსტად ვფიქრობ, რომ ეს კვირა პირველ ვერსიას დადებითი კუთხისკენ, დადებითი მიმართულებით, დადებითი ვექტორისკენ მიგაქანეთ. მოკლედ ასე პირველი მე ვთქვი რომ ეს უნდა ყოფილიყო პირველად ესეთი და ჩაუთქვი ხო პირადი ცხოვრება ამოყირებული რატო არის იმიტომ რომ ეს ამოხტა და მაღალი არკანი მოგეხსენებათ მისი სახელი არის სულელი და რაღაცა არის გამორიცხული ახალი დაწყებული ურთიერთობები ახალი დაწყებული რაღაც გულის აჩქროლებები რომელიც რაღაცა გაბავშვურებ და შეიძლება ასე თქვათ რაღაც მომენტში მოდით დავისლენგები ფეხებზე გაკიდებინებთ ბევრ რაღაცებს ჯანდაბას იქეთ იყოს იმიტომ რომ ცხოვრება მოკლეა მით უმეტეს ახალგაზრდობა მოკლეა ის წლები როცა გული გვიჩუჩუნდება და ფიქრობთ რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით რაც შეეხება მატერიალურ მდგომარეობას ამ კვირაში მაღალი არკანები ბლომად დაგეყარა ჩემო ძვირფასო ადამიანებო მატერიალურ მდგომარეობასთან ახლა იმპერატორი როცა ავოგდით როგორ თქვა რომ იმპერატორი ის არ არის რომელიც დაკავშირებული არც მეტი არც ნაკლები რასთან თუ არა სიმკაცრესთან რასაც თუ არა აი თავისი ძალაუფლების და თუნდაც ფულის მოპოვების სიმკაცრესთან და პლუს ამას კანონიერებასთან კი ბატონო იმპერატორი ფულს ისე არ ყრის თუმცა აქვს და ასეთი მინიშნებებიც მოგცათ მოდი ვნახოთ რა ხდება ამ კვირაში თვით განკურნებასთან გასაკეთე ესე იგი მოდი მივცეთ ყველაფერს თავისი ახსნა განმარტება მოდი არ ჩავიდოთ გულში რაღაც ისეთი დარდები ისეთი კითხვის ნიშნები რომლებიც საბოლოო ჯამში რაღაცნაირად გააძლევთ არც მეტი არც ნაკლები დაუკმაყოფილებლობის შედეგს მოკლედ ვისთან მიმართებაშიდაც გახდება საჭირო ახსნა განმარტება რას ფიქრობს რას გულისხმობს რას წარმოიდგენს შენს შესახებ ზოგადად რაღაც თემასთან დაკავშირებით არ უნდა გაჭიმოთ არ უნდა გაწელოთ არ უნდა ასე ვთქვათ გააჭოჭბანოთ პირდაპირ უნდა უთხრათ ადამიანებს ამასთან დაკავშირებით იცით როგორი მომენტია აი ამ ყველაფრის თქმა როგორც იტყვება ხოლმე რაღაცების დადგენა ამ კვირაში რაც აქამდე დაუდგენელი შეიძლება გქონდათ და გაწუხებდათ საკმაოდ დიდ მოშრებულობას და საკმაოდ დიდ თავისუფლებას მოახდენს. არ არის გამორიცხული ეს პირად ცხოვრებასთან იყოს მიმართებაში, იმიტომ რომ რაღაც პირად ცხოვრებაში ამ კვირაში იყოს რაღაც ახლის დასაწყისი და საინტერესო რაღაცა პოზიციები გიკავიათ. საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი კვირა აღმოჩნდება თქვენთვის ეს შავი დერეფანი, იმიტომ რომ ეს სიტყვა სუდბანოსნი რაღაც ესეთი მომენტები არ არის გამორიცხული ახდეს თქვენს ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში დადებითი არის, მე ასე ვფიქრობ, დადებითი. აი ხო უყურებ აი ზუსტად იქ რაც გაურკვეველი რაც ბნელია, რაც ჯეჯირობით ხივ დაუჩენელი ამიტომაც კარგი არის რომ ადამიანებისაგან მიიღოთ ზუსტად ის პასუხი რაც ამ ხნის განმავლობაში გაღელოთ და გაინტერესებთ. დიდი მადლობა პირველ ვერსიას, უფრო სლად ამ თემასთან დაკავშირებით დასაკვირველად დავილაპარაკეთ, ვისაც ეს ყვითელი ქვა მოეწონა და ჩაიფიქრა.
ხალხო ისევ და ისევ ვიღებთ სულ შემადგენლობა 78 არკანისა. მე არ მოყვარს ხოლმე როცა ერთი ესეთი დასტიდან 5-ს გაამასქნებიან, გააწყობენ, არა, იმიტომ რომ რატომღაც იმ ვერსიას მეორეს, მესამეს, მეოთხეს საერთოდ აკლდება, ხო? კოლოდაში როცა დავაწყო, პირველმა წაიღო, მეორემ წაიღო, მესამემ რა დააშავა. დარჩა რაღაცა მეხუთედი კარტები და რატომღაც გოდია, რომ იმას რაღაცა დავაკელი. რაღაცა თავს ვიტყუებ, ჩემი აზრებია. ბოდი მეორე ვერსია, ვინც ყვითელი ქვა ჩაიფიქრეთ, ნახოთ ეს კვირა როგორ იქნება. ზოგადი გამოწვევები სამყაროს მიმართ, თქვენი. არც მეტი არც ნაკლები შესაძლებლობები, საიდკენ მიდიხარ, უფრო შორს მიდიხარ თუ რა ვიცი, პირადი როგორ ხდება თქვენ ცხოვრებაში და ფულადიც ასევე გავიგოთ. ასევე თვით განკურნების, თვით შველის, თვით თერაპიის კურსები რო გავიაროთ, აი პირველი ვერსია იყო თქვი ადამიანო, რას აპირებ და რას გულისხმობ, რაღაცა დავიღალი ამდენი მოლოდინითო. ახლა მაინტერესებს მეორე ვერსია რა სიტყვის. აბა, დავუგდოთ ფრთხილად ყური. მოკლედ ვიწყებთ 15-დან 21 სექტემბრის ჩათვლით. აჰა, გამოჩნდეს და აი გადასარევი რაღაცა ისეთი მე მიყვარს ძალიან სექტემბერი ხალხო. ეს არის ჩემი უსაყვარლესი თვე, მიუხედავად იმისა დეკემბერში ვარ დაბადებული, რატომღაც სექტემბერი მე სიყვარულება, მე ხავერდება, მოდი ასე ვთქვათ, არ ვიცი თქვენ როგორ ახართ. აი თითქმის რაღაცნაირად შურს იმ ადამიანებს, ვინც სექტემბერში დაიბადნენ. რაღაცა წარმოვიდგინე სექტემბერში ჩემ დაავადების ხოლმე ყოფილიყო, აი გაარეს რაღაცა ღია სიცეში გავაკეთებდი, ლამაზ კაბა ჩავიცმევდი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა შურს მივდივარ, დეკემბერში და შეიძლება ლამაზი კაბი ჩაცმავყო თბილად. ბატონო, ავიღოთ ახლა ესეთი თემა, როგორიც ბრძანდება, გამოწვევები ზოგადად. ტუზი ამოგივდა, ნახეთ რა ლამაზად მოდის ეს ტუზი, ნახეთ რა ბედნიერი, ლამაზი, 7 წყნარი, სააზარი ადამიანის ეს არის ზემოდან წამოსული წყალობის ხელი, თითქოს გაფაქიზებთ, თითქოს გეუბნებათ რომ აი დრო არის თქვენი ამ ჩატებისა კარგი გაგებით, გაფუქსავატებისა კარგი გაგებით, ცოტა დავლიოთ, ცოტა შემსუბუქდეთ. ბატონო, ასეთი ლёгкая такая ეს არის რა ქვია, ადლივკა მოგივიდათ. მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება. თქვენას იზამთ, როგორი პოტენციალი გექნებათ, გაქვთ ამის მეტი ჭრობის თავი, გაქვთ ამ ახალ გზნობებზე აჩუჩუნების თავი, აბა როგორია თქვენთან? არა, სამწუხაროდ ამ მეორე ვერსიამ უკვე დაყარა ფარხმალი და თქვა რომ არ მინდა დამანებეთ თავი, მე დავწექი, მე დაღლილი ვარ, რა ვიცი, ალბათ აგვისტოში ბევრი მოგივიდათ, როგორც სიტყვიან, გადაამლაშეთ, გადაამწარეთ და თქვენი მოთხოვნილების პიკი ეს არის წყლარად იყო და ისვენოთ. ნახოთ ახლა პირად ცხოვრებაში ამ კვირაში რა გელოდებათ. სამაგიეროდ დაწყობილი გაქვთ პირად ცხოვრებაში, რა არის ცხრიანები ზოგადად ხალხო და ჯამათნო, მაინც ნიშნავს მარტო ყოფნის რაღაც кайფი, რო ვთქვა, ცოტა სხვა არის რაღაცა, აი გაბრუება, სიამოვნებას. რატომაც ფიქრობთ, რომ მარტო გაცილებით კარგად იქნებით ამ კვირაში, ვიდრე ვიღაცა კომპანიონებთან ერთად. იმდენად აი მაღალი ხანდახან პერიოდი ჩემ ცხოვრებაში და საერთოდ არავინ არ მინდა ბოდიში ყველას, მინდა ჩემთან მარტო ვიყო, რასაკვირველია, პლუს მინუს ჩემი ფისოები და სხვა არავინ, რასაკვირველია, შვილი ცხოვრობს ჩემთან ერთად. აი ეგეთი მომენტი გაქვთ, კარგად გრძნობ თავთან პირადში, ფინანსში ნახოთ, პირად თუ არის კარგად თქვენი საქმე, უკეთესობისკენ მიდის, სიმშვიდისკენ მიდის, აი აღელვებული ზღვიდან გადავდივართ უფრო დამშვიდებულ ზღვაზე, ეს გვსიანები არის იძულებითი გადაადგილების ერთ-ერთი ფორმატი. შესაბამისად ამისა, მე ვფიქრობ, რომ აი ფულის საქმე ამ კვირაში შესაბამისად, როგორ გითხრათ, აი შედარებით უფრო კარგად წავა. მოდი ვნახოთ ამ ერთ კვირაში რას გეუბნებათ. მოკლედ როგორი თემა იცი, სიამაყის დაძლევის რაღაცნაირი პერიოდია. ნახეთ, სიამაყის დაძლევის რაღაცა პერიოდი გიდგათ. აი ნახეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ორად გაყოფილი სახე, ნახეთ, აქეთ ადამიანია, იქეთ, იცით რა არის, რაღაცებთან და ვიღაცებთან მიმართებაში ცოტა გაიბრინძებით, მოდი ასე ვთქვათ, აი შეიძლება არ არის გამორიცხული თქვათ, რომ ვიღაცა დაპატიჟება მიიღოთ, რაღაცნაირად შეთავაზება შეიძლება გულისა და ხელის მიიღოთ, რაღაც ფორმატში გათხოვება არ იგულისხმება მადამაის და თქვენ
ცოტა ცხვირი აწიოთ ზემოთ, აი ბზუოთ ცხვირი და ამის დაძლევა უფრო კაია, ვიდრე ცხვირის აბზუების გაგრძელება. დიდი მადლობა ამ კვირაში. მეორე ვერსია მიიღო საკადრისი პასუხი, დიდი მადლობა. და ეხლა ყველაზე პაწეწუნა წითელი ქვა, რომელიც თქვენთვის რუდუნებით ზღვიდან ჩამოვიტანე. კი ბატონო, ნახოთ, აბა მით შეიფიქრეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით. მადლობა ჩემო ძვირფასებო, არ არის არასოდეს გვიან და არ არის არასოდეს ზედმეტი. თქვენი მადლობა ამ შემთხვევაში არც მეტი არც ნაკლები იქნება რით გამოხატული თუ არა, რომელიმე ნიშნით ემოუჯის, ანუ სმაილის. კი ბატონო, ემოციები გამოხატეთ ან ცუდის ან კარგის. ეს უკვე მოგიხმარებათ შემდგომში. თქვენ თვითონ დაგაფასონ ზემოდან ტარო, ხომ სამყაროს გამოგზავნილია. დავიწყოთ მესამე ვერსია 15-დან 21. ანუ შავი დერეფნის ბოლო ფაზა, როგორ შეიძლება გავიაროთ. გავიღოთ კი ბატონო, იცით როგორაც ვაგრძელებთ აღრამულ სიტუაციას, ნახოთ აბა პირადში რა ხდება. მესამე ვერსიელებო, დიდი სიამოვნებით გიღებთ კარს. პირადი კონსულტაციისათვის როგორ უნდა მომართოთ, იცით და არა მარტო პირადი კონსულტაციებისათვის, ეს პერიოდი რაღაც განსაკუთრებულია და მე ვფიქრობ, რომ კარგად და სასიამოვნოდ მიიღებთ პასუხებს რაღაც მისტიკურადაც, მე ასე ვთვლი. კი ბატონო, მრავალგზის გამოსთილი არის და ზუსტი პასუხები მოდის. დავიწყოთ. მოკლედ მესამე ვერსია, ვისაც აურჩევია, რას გეუბნებიან და პირდაპირ გავალებენ, რომ გაეცით, რათა ყოფილი იყოთ, რასაც გასცემ, დარჩეს ისევ და ისევ შენი. კი ბატონო, აქ უყურებთ სიუჟეტსაც, მდიდარი ადამიანი არიგებს, ღარიბები იღებენ, მე მინდა რომ ეს იყოთ თქვენ და მოწოდება იყოს აი აქეთკენ და არა ეს დაჩოქილი ადამიანები, რომლებიც პირდაღებულები ელოდებიან, როდის გაიღებს ვიღაცა წყალობას. ეს გითხრეს რომ გააკეთე, ეს გითხრეს რომ ასე მოიმოქმედე, მაგრამ რას აკეთებ ამ დროს შენ? ამ კვირაში თქვენთან ნახა თქვენ ძალიან მშვიდ გარემოში აღმოაჩენთ საკუთარ თავს, თქვენ გექნებათ ანგელოზისებრი რაღაც სიმშვიდე ოლიმპიური, გადასარევად იგრძნობთ თავს, მე ასე ვთვლი, მაგრამ ეს კარგად ყოფნა მოდი ასე ვთქვათ, როგორ ახართ იცი, მე მომწონს, როცა ადამიანები სიკეთეს გასცემენ, ბრმად არა. იმიტომ რომ აი აქაც შეხედე ამ ადამიანს სახელში სასწორი უკავია და მეორე ხელში კიდე მონეტები, ანუ ისე არაკეთებს, რომ აი ვისაც მოხვდება, იმას გადამიცე საჩუქარი, არა, დამსახურებისამებრ ჯერ ავწონოთ და მერე მივიღოთ შედეგი. ზუსტად ესე აკეთებთ, აი ბიჭები და გოგოები ხართ საკმაოდ და დახედულად. მოდი შემდეგი პირად ცხოვრებაში რა ხდება? გადასარევი, მინდა გითხრათ, მესამე ვერსია რაღაცნაირად ესეთი სიმშვიდის, რომანტიკის, ფლირტის ადამიანი მოდის თუ არ მოსულა, ან გამოჩნდება და რაღაცნაირად შეიძლება ერთი სასიამოვნო მესიჯითაც კი აგაღელოთ. ფინანსებში როგორ ავართ ამ კვირაში? მინდა და მექნება. ყველაფერს შეისრულებთ ამ კვირაში, გვიждები ამ კარტზე, იმიტომ რომ ის აკეთებს შეუძლებელს, თუ ასე ვთქვათ, აი მოგინდებათ აისრულებთ. როგორ ავითარებაში ეს არ არის ცნობილი, მაგრამ ზოგადად ჩვენი დიადი მაგის შესაძლებლობების ზარიალი უკიდეგანოა, ანუ რაღაც ახლა ასტრალურ ციფრებზე არ ვლაპარაკობთ და მის უკიდეგანობაზე და ბევრ ნულიანობაზე, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ კვირაში თქვენი შესაძლებლობა ძალიან მაგრამ თუ რამის გაკეთება გინდათ ამ პროექტის ჩაბარება, ან დაწერა, ან წასვლა, კრედიტის აღება, რაღაცა იცოდეთ რომ გამოგივათ. რა ხდება ჩემო ძვირფასო სანუგეშებით? აი რწმენა და მხოლოდ რწმენა. გადასარევად არის აქ გამოჩენილი ეს ყველაფერი, აი მშვენიერი ქალი, რომელიც აი ჯვართან არის მისული და ზეცაში იყურება დიდი რწმენითა და შთაგონებით. მე ვფიქრობ, რომ მესამე ვერსიას უსწავლოცა და აქვს საქმე, მას შეუძლია რაც შეიძლება ბევრი გულები გამოაგზავნოს, გადააზიაროს, რომ აუხდეს ეს ერთკვირიანი ტენდენცია. უფრო ვრცელ და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვით მაშინ, როცა შეძლებთ 591-29-75-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე მომწეროთ და Telegram-ზე სხვათა შორის. კი ბატონო, ან inbox-ში მომწერეთ, მოკლედ ვისაც რა გინდათ, არა მარტო გაშლა, ის რჩევები და ეზოთერული დახმარებები. კოსმით ყველას თქვენი თეა. აბა, ნახვამდის დროებით.